საქართველოს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენებზე დღეს 2011 წლის ბიუჯეტში ცვლილებებს განიხილავდნენ. მიმდინარე წლის ბიუჯეტი 450 მილიონი ლარით იზრდება. ფინანსთა მინისტრის მოადგილის პაპუნა პეტრიაშვილის განცხადებით, დამატებული თანხიდან 230 მილიონი ხარჯვით ნაწილში გაიწერება, ხოლო 220 მილიონი ბიუჯეტში დეპოზიტის სახით დარჩება. ცვლილებების თანახმად 85 მილიონი ჯანდაცვის სფეროს დაემატება, აქედან 55 მილიონი საპენსიო დანამატს მოხმარდება. საპენსიო თანხა 1 სექტემბრიდან 100 ლარით განისაზღვრება. ბიუჯეტში ცვლილებებს საპარლამენტო ოპოზიცია არ ეთანხმება. უმცირესობის განცხადებით, ჯანდაცვის სფეროზე გამოყოფილი თანხები არასაკმარისია, ნაწილი თანხები კი ბიუჯეტში ბუნდოვნად არის გაწერილი. Ყოველი არის კონკრეტულად რომელ პროგრამებზე დაიხარჯება ეს 30 მილიონის დანამატი პროგრამულ ნაწილში, იმიტომ რომ ეს თანხა არ არის გაწერილი და იდება მხოლოდ ცოტა ბუნდოვანი განმარტებით, ასეთი განმარტებით, რომ დეფიციტურ პროგრამებზე დაიხარჯება ეს თანხა. 30 მილიონი ეს დაიხარჯება სამედიცინო ჯანდაცვის პროგრამებისათვის, რომელსაც დასჭირდებათ ასეთი ინიექციები სხვადასხვა დამატებები წლის განმავლობაში. და მესამე ეს არის დაახლოებით 900.000 ლარი ტუბერკულოზის პროგრამის გაძლიერების და სრულყოფისათვის. Most დიდი ნაწილი მოდის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის დაზე, არის 85 მილიონიანი მატება, საიდანაც 55 მილიონი მოხმარდება პენსიების ზრდას 1 სექტემბრიდან, ხოლო 30 მილიონი ჯანდაცვის პროგრამების შესაძლებელი დეფიციტის დაფინანსებას.